სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა ჩვენთან არ ღმერთ. დიდია ჩვენი სარწმუნოების ძალა და დიდია მადლი, რომელიც ადამიანზე მოქმედებს და შეუძლია რომ ადამიანი გარდაქმნას, როგორც მაგალითად ეს არის სცენება წმინდა ველმოწამე ნეოფიტე ურბნელი ეპისკოპოსისა, რომელიც სპარსი იყო და შიო მღვიმის მონასტერში მისული დასარბევად იხილა რა მადლი და დიდება და ზეგარდამო ხილვა სიმრავლე ანგელოს და მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, შემდგომში ეპისკოპოსი გახდა და ეწამა და სწამა ჭეშმარიტება და მისი სიტყვები წამების დროს ესეთი იყო, რომ ტკბილა რჩემდა ქრისტესთვის სიკვდილიო და დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვისო. დღევანდელ სახარებაში მოთხრობილი განკურნებული, ეგრეთ წოდებული ღადარინელი ეშმაკეული არის და ჩვენ ვხედავთ სახარებაში, რომ ძირითადად უფალი, როდესაც კურნავს ადამიანებს, ეუბნება სარწმუნოება შენ მან გაცხოვნა შენ, სარწმუნოებისა შენისაებრ გეყავ შენ. ძირითადად განკურნებულები არიან სარწმუნოების ნიადაგზე კურნავს უფალი, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც უფალი არაფერს არ ეძიებს ადამიანისგან, არაფერს არ ითხოვს და ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ თუ როგორ უყვარს უფალს ადამიანი და მოგვითხრობს ამის შესახებ დღევანდელი სახარება, როდესაც ისინი შევიდნენ აი ამ სოფელში, ღადარაში, რომელიც გალილეის ნაპირს იქეთ არის და მოვინმე ეგებოდა მას კაცი ქალაქისაგან, რომლისა თანა იყვნენ ეშმაკნი. აი ესე არის აღწერილი ამ ადამიანის მდგომარეობა და იმდენად მძიმე იყო, რომ მრავალგზისო წარიტაც ისიგიოდა შებორკილიან იგი ჯაჭვებითა და საკროლითა და სვედა განხეთქნის საკროლიკი და იდევნებინ ეშმაკისგან მისგან უდაბნოს. აი როგორი მძიმე იყო ამ ადამიანის მდგომარეობა, ჯაჭვებით აბავდნენ და ვერ ესე რომ თქვათ ჯაჭვების ვერ იჭერდა და ეშმაკისა მიერ იდევნებოდა, საფლავებზე ცხოვრობდა, დადიოდა შიშველი შესამოსლის გარეშე აბსოლუტურად და გაუბედურებული მოკლედ ეს ადამიანი, რომელსაც იმდენად შეპყრობილია ბოროტისგან, რომ იმის ძალაც არ აქვს, რომ მივიდეს უფალთან და თხოვოს, რომ გამკურნეო. უკვე მისი პირით უკვე თვით ლეგეონი ლაპარაკობს, როცა უფალი ეკითხება, რომ რა ქვია შენ სახელი, ლეგეონიო ეუბნება, იმიტომ რომ ბევრი ვართო, ანუ მისი პირით უკვე თვით ეშმაკი ლაპარაკობს. აი ერთის მხრივ მე მინდა ჩვენ დავფიქრდეთ დღეს იმაზე, რომ თუ კი ადამიანი არ იქნება მხიზლად, რა მდგომარეობამდე შეიძლება მივიდეს ის. აი ხანდახან რო შევდივართ ხოლმე სახლის კურთხევაზე, იქ ყვები რაღაც შემთხვევებს თუ როგორ დაბუდდა რომელიღაც სახლში ბოროტისული და რეებს აკეთებდა, მე ხილულად რომ მოქმედებს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, სახლში თუ შეიძლება რომ ბოროტისული იმდენად გათავხედდეს, რომ რაღაცები ხილულად იმოქმედოს, ყველაზე მეტი სახლი მისთვის, სახლი რომელსაც ის ეძებს, ეს არის ადამიანი, რომ ადამიანში შესახდეს და თუ კი ადამიანი მისცემს მას ამის უფლებას, იმიტომ რომ ადამიანი არის თავის უფალი და მას შეუძლია რომ ეუფლოს, ესე იგი და ბოროტი მას ვერ დაეუფლოს და თუ კი ადამიანი მისცემს უფლებას, აი სანამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი. პირველი რაზეც დაგვაფიქრებს დღევანდელი სახარება, სწორედ ეს არის, რომ თუ კი ადამიანი იქნება უდებად და სულიერ ცხოვრებაზე არ იფიქრებს, სანამდე შეიძლება მივიდეს მისი მდგომარეობა. ხო მაგი მიხვდით როგორ მდგომარეობაშია ეს ეშმაკეული, მაგრამ დიდება უფალო შენ სულგრძელებას და მოწყალებას, რომელიც თვითონ მიდის უფალი, აი ამ სოფელში თვითონ მიდის უფალი, რა თქმა უნდა უფალმა იცის იქ რაც უნდა მოხდეს და ყველა საქმეს
რომელსაც უფალი აღასრულებს და ყველა სასწაულს თქვენ ისით რომ აღასრულებს არა თავის დიდებისთვის, არამედ იმისთვის რომ იდიდოს ღმერთი და რომ ადამიანმა ისწავლოს, ადამიანმა მიიღოს შეგონება, ადამიანი გაფრთხილდეს. და მეორე რაზეც ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ჩვენ ადრეც გვისაუბრია ამ სახარებაზე, მაგრამ იცის მივიწყება, სულიერმა საკითხებმა იცის მივიწყება, მიძინება, ნუ უკვე დავიძინო მე სიკვდით, ნუ სადაც თქვა მტერმა ჩემმა მრევეყავ მას, ამბობს დავით ბეფსალმუნი. ანუ არ მიმეძინოსო, სულიერ მიძინება სასიკვდინეს მიძინება ქვია. იმიტომ რომ, როდესაც ადამიანი მიიძინებს სულიერად, მერე უკვე ეშმაკი მძლავრობს მასზე და ზუსტად ამას ამბობს, რომ ნუ უკვე დავიძინო მე სიკვდით, ნუ სადაც თქვა მტერმა ჩემმა მრევეყავ მას, მრე ნიშნავს მოვერიემ, დავამარცხე, მივხვდით? და მეორე რაზეც მე მინდა რომ ჩვენ ყურადღება გავამახვილოთ აი ამ სახარებაში, დავინახეთ ამ ადამიანის მდგომარეობა, მაგრამ ისინი ვინც ვერ ხედავენ და ამ ადამიანის მდგომარეობას და ვინც მაინც ვერ მიხვდებიან იმას, რომ რა შეიძლება დამართოს ბოროტმა ადამიანს, ჩვენ მეორე შეგონებას შეგვაგონებს კიდე დღევანდელი სახარება, როდესაც ბოროტის სულები აი მე კიდე ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ როდესაც ადამიანზე რაღაც არის, ორი შემთხვევა შეიძლება იყოს ადამიანზე. ან ღვთის ნება შეიძლება იყოს და ან ღვთის დაშვება შეიძლება იყოს. ორივე ღვთისგან არის, იმიტომ რომ ღმერთი ყოვლადძლიერია, მას უყრია ხელის გულზე მთელი სამყარო და განაგებს ყოველივეს თავისი მიუწვდომელი განგებულები და ჩვენ რას ვხედავთ, საკვირველია სხვათა შორის დათლისღების დროს ეს ლოცვა, ერთ-ერთ ლოცვაში ეს იქ კვეთებულის ლოცვა იკითხება შეფუცების. აი ადამიანი რომ მოდის მოსანათლად, პირველი 3 ლოცვა იკითხება, მაგას ქვია შეფუცების ლოცვა. ანუ ეშმაკის განსხვის ლოცვა. და იქ ესეც სიტყვებს ამბობს, კითხულობს ძელი რომ განვედ ამისგან რამოთუ ღორთაცა ზედა არა გაქვს ხელმწიფება. და ზუსტად აი ამ სახარების აი ამ შემთხვევას იხსენებს, როდესაც ესე იგი აქ წერია რომ მოვიდა ეს ადამიანი, უпростоრად ამ ადამიანის სახით მოდის ლეგეონი, სიმრავლე ეშმაკთა და ეუბნება რომ აქედან არ გაგვდევნო და თუ გაგვდევნი აქედანო, მაშინ ღორებში შევალთო. ფაქტია რომ ესე იგი ეუბნებიან ღორებში შევალთო, ესე იგი თუ უფალი არ მიუშვებს, ღორებშიც კი ვერ შევლენ ისინი. ეხლა ბოლოს ჩვენ დავინახავთ თუ რა სარგებელი მოუტანა ამ ადამიანს იმ მძიმე მდგომარეობა, რომელშიც იყო. და მერე თქვენ მიხვდებით რა, აი რომ უფალი დიდია და რომ უფალმა შეიძლება ადამიანზე რაღაცა დაუშვას, რომელიც ჩვენ შეიძლება ვერ მიხვდეთ რაღაც მომენტში, მაგრამ ბოლოს მიხვდებით, ესე იგი რა მოხდა ამ ადამიანში და რა სარგებელი მიიღო მან. ხო, ესე იგი მეორე რაზეც ყურადღებას ვამახვილებთ, ეს არის ის, რომ ესე იგი უძლურია. ეშმაკს ძალა არ აქვს. ეშმაკს აძლიერებს თვითონ ადამიანი. თუ კი ადამიანი მიუშვებს მას, აი რამდენადაც მიუშვებს ადამიანი, იმდენად აძლიერებს. სხვა შემთხვევაში მას უძლურია სხვა შემთხვევაში და ჩვენ არაერთგზის გვითქვია, რომ ადამიანს აქვს საოცარი რამ ღვთისგან მიცემული. ეს არის ღვთის ხატება, რომელშიც მოიაზრება 3 რამ. მე ამას ხშირად შეგახსენებთ ხოლმე, რომ ფლობა გქონდეს ჩვენ საკუთარ თავზე, რომ 3 რამ ჩვენ რო ვკითხულობთ, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა ღვთის ხატად და მსგავსად, ამ ღვთის ხატებაში არის 3 რამ. ეს არის ის, რომ ადამიანს აქვს უკვდავი სული, ეს არის ის, რომ ადამიანი არის გონიერი არსება, ეს არის ის, რომ ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანი. ეს ისეთი ძალაა, ეს თავისუფალი არჩევანი, რომ აი ამ ძალით მას ძალიან ადვილად შეუძლია რომ ძლიოს ბოროტს. რაც შეეხება მსგავსება ავითარებს ადამიანი. ანუ ადამიანს შეუძლია შესაძლებლობა აქვს, ნიჭი აქვს, მინიჭებული აქვს, მიმადლებული აქვს ღვთისგან, რომ შეუძლია მიემსგავსოს ღმერთს. და ვხედავთ, ესე იგი, შემდეგ ვინც წეღან გეუნებოთ, ვინც ვერ ხედავს იმას თუ რა შეიძლება დამართოს, აი არის აი ამ სოფლის ხალხი ამას ვერაფერს ვერ ხედავენ და ფაქტია რომ ვერ ხედავენ ამ ადამიანის უმძიმეს მდგომარეობა, ვერ ხედავენ გულისხმობ იმას რომ სხვა რაღაცა გონიათ. ესე იგი რა მოუვიდათ აი ამ ღორებს, რომელიც დაუშვა უფალმა, მიუშვა.
განკურნა ეს ადამიანი, განდევნა ამ ადამიანებისგან და ისინი შევიდნენ აი ამ ღორების კოდში და ძალიან მოკლედ წერია, რომ მთელი აი ეს ჯოგი აი ამ ღორებისა გადაცვიდა ხრამში. შემდეგი, ესე იგი, რაზე ჩვენ უნდა ყურადღება გავამახვილოთ, ეს არის ჩვენ ღორებზე ვლაპარაკოთ, მაგრამ ფსალმუში წერია, რომ კაცი პატივსაშინა იყო და არა გულისხმახო ბაძვი და იგი პირუტყდა უგუნურთა და მიემსგავსა მათო. ესე იგი, შეიძლება ადამიანიც კი მიემსგავსოს პირუტყს და ღორს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე მაგალითად ესე ვიტყოდი, რომ აბა რითი განსხვავდება, აი ხა შევხედოთ, რომ ესე იგი, ადამიანი, რომელიც იმდენად მიჯაჭვულია ამაქვეყნიურ რაღაც ნივთიერ რაღაც სიმდიდრეზე, ხო, ამ შემთხვევაში ღორების მეპატრონებზე ვლაპარაკობ. რომელთანაც მიდიან წყემსები ეუბნებიან, რომ ესეთი რაღაც შეგვემთხოვო, ესეთი რაღაც მოხდაო და მოდიან და ხედავენ აი ამ კაცს განკურნებულს. წეგან ხო აგიწერეთ რა მდგომარეობაში იყო. ჯაჭვებით დამული, გასისხლიანებული, გაუბედურებული და ხედავენ აი ამ ადამიანს გონიერი ფერხთა თანა იესოსთან. ანუ იმდენად მადლიერია, რომ ქრისტეს ფერხთით არის, მის ფეხებთან არის და ესენი ხედავენ ამ ადამიანს შემოსილს და უკვე ნორმალურს. მაგრამ აი ნახეთ, მათ აი რითი განსხვავდებიან ისინი ღორებიდან, ნახეთ, რაღაცა დისკომფორტი შეექმნათ მატერიალური და დამნაშავეს ჭალებში ოღონდ მათი ჭკუით დამნაშავეს ეუბნებიან, რომ წადი დავტოვებ, იმიტომ რომ ღორები დაკარგეს. ადამიანი ვერ დაინახეს. მე მგონი, რომ განსხვავება მათ შორის და იმ ღორებს შორის დიდი არ არის. უბრალოდ ფიზიკურად ესენი ადამიანები არიან და ისინი ღორები არიან. ანუ იმდენად მიჯაჭვული არიან აი რაღაც მატერიალურ ფასეულობას, რომ იმ ადამიანს ვერ ხედავენ. აი მე მინდა ესე იგი, რომ ამაზეც დავფიქრდეთ ჩვენ. იმიტომ რომ ახლა რამდენსაც ჩვენ ვლაპარაკობ და რამდენსაც ჩვენ სახარებას შეგვაგონებს და გვასწავლის, ყველაფერი არის ადამიანისთვის საყვარელო. და ჩვენ ხანდახან ადამიანს ვერ ვხედავთ. და დანარჩენს ყველაფერს ხედავთ ხოლმე. და ამაზე ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ ადამიანი არის ოქრო, ადამიანის გამო გარდა მოხდა ქრისტე ზეცი და ხორცი შეისხა სულისაგან წმინდისა და მარიამისაგან ქალწულისა და ჯვარს ეცვა და ასე შემდგომ, რასაც ვკითხულობ ჩვენ ყოველდღე წამში, ერთი ადამიანის გამო. და ამ ადამიანს ვერ ხედავენ ისინი. აი ამაზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო და შემდეგ უფალი განერიდება მათ. უფალი არასდროს არ შედის ესე რო ვთქვათ, აი ქართული ის არის სიბნე, სადაც არასჯობს გასლაჯობს. სიბრძნეა ესა. იმიტომ რომ უფალი განა ისინი არ უყვარს. ესენი ეს პირუტყვსახე ადამიანები, განა ესენი არ უყვარს. ყველა ადამიანი უყვარს, მაგრამ ისინი არ მოისმენენ ეხა მის ქადაგებას, თორემ საკვირველ ამბავს გეტყვით. აი ყურეთ, ბიბლიური თხრობა, ესე იგი, ძველი აღთქმის ძირითადად არის ებრაელი ერის ისტორია რა, ბიბლიური თხრობა. და იქ ჩვენ 400 წელზე მეტი ისინი ეგვიპტელების მონობაში იყვნენ. ეგვიპტელები იყვნენ კეფთაყვანისმცემლები, უღმერთო ცხოვრობდნენ მოკლედ რა. და თქვენ წარმოიდგინეთ, მოსე რო გააგზავნა უფალმა ებრაელი ერის გამოსაყვანა და ფარაონის წინაშე სასწაულები რომ მოახდინა, ღმერთი იმასაც უშვებდა, რომ იქნებ ეს ფარაონი მოქცეულიყო კაცო, იმიტომ რომ ისეთ სასწაულები მოახდინა მოსემ, 10 სასწაული მოახდინა, მართლაც უნდა გონს უნდა მოსულიყო, მაგრამ არა, ვერ მოვიდა, არ მოვიდა გონს, თორე გონს რომ მოსულიყო, ისიც ჩაიწერებოდა ცხოვრების წინში. ანუ რისი თქვა მინდა, რომ ჩვენ აი როცა ვისმენთ ესეთ რაღაცა შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა, რომ როგორ კაცო, ხომ არა ეს ადამიანები არ უყვარს უფალს, ამათ რატო არ უკადაგა? ვინც ეს ეშმაკეული ვერ დაინახა, არ არიან მიმღებნი. არ არიან დამტევნი. ეკლესიაში მოსული ადამიანები ზოგიერთი იღებენ აქედან, რასაც ამ მარგალიტებს ზოგიერთი ვერ იღებენ. ეკლესიაში მოსულიც კი და რა თქმა უნდა ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ისინი რომ რამეს მიმღებნი ყოფილიყვნენ, უფალი გაჩერდებოდა აუცილებლად. მათაც უქადაგებდა, მათაც ეტყვა, მაგრამ არაფერს არ ეუბნება, ხედავთ ჩვენ და ჩვენ ხედავთ, ესე იგი,
როგორი მადლიერია ეს განკურნებული, მან იცის მის თავს რაც იყო და რაც მოხდა და მიდის უფალს და ეუბნება რომ წამოვალო შენთანო. და ნახეთ უფალი რას ეუბნება, წადიო და იქადაგე ის რაც გიყო შენ უფალმა. ანუ ფაქტიურად ხო და რა სარგებელი მეთქი, აი წეგან ვლაპარაკობდი რომ რა სარგებელი მიიღო აი ამ დაშვების მერე, აი უფალი ძალიან დიდია, უსასრულოა უფალი. უფალმა იცის ადამიანი. აი უყურეთ ჩვენ რომ კითხულობთ ბიბლიაში რომ ღმერთმა ადამი დაამკვიდრა 60-ში და 60-ში კიდე რა იყო კაცო? ახლა რო ვამბობთ აგერ სადაიგი არა არ ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი. სიხარულის სავსება იყო, რა მოაწყინა ადამი 60-ში და ვინ მიხვდებოდა ამას? ღმერთის გარდა. ხო, ვერავინ ვერ მიხვდებოდა. ხო და ღმერთმა მიხვდა მას რა ჭირდა. ასე ადამიანს ვის რა ჭირდება ღმერთმა იცის. ამიტომ ეხლა მინდა გთხოვოთ რომ ნურავის ნუ განიკითხავთ, იმიტომ რომ იმ ადამიანს ასია თუ ისია მიუშვა ღმერთმა, დაუშვა ღმერთმა. ჩვენ თუ განვიკითხავთ, ჩვენ დავზიანდებით. და ის ადამიანი შეიძლება შენ რაშიც განიკითხავ, ზუსტად მაგან უშველო შეიძლება იმას. მიხვდით? ამიტომ ვისწავლოთ ჩვენ რომ ნურავის ნუ განვიკითხავ და დავინახოთ ჩვენ ადამიანი დავინახოთ. იმიტომ რომ თუ აი ღადარინელი ეშმაკეული ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, ახლა უფალი მკვდრებსაც აღადგენს, მაგრამ დაარიჯობდა შეიძლება ეს ისეთ მდგომარეობაში იყო. სახარებაში აღწერილი ყველაზე მძიმე სურათია თუ შეიძლება ესე ითქვას. და ეს ადამიანი ყველაზე მძიმედ ჩანს. ხო, შეიძლება ესე ვთქვათ, მაგრამ ნახეთ რომ ეს უმძიმესი მდგომარეობა მას როგორ სარგებელი იყო? ფაქტიურად მოციქული გახდა. იმიტომ რომ უფალი ეუბნება, უფალს ეუბნება შენთან ვიქნები, ეს თავის სიყვარულით აღარ უნდა რომ მოშორდეს ქრისტეს. მიხვდით? მაგრამ უფალი ეუბნება წადი და იქადაგე შენ. ეხლა ის აი ეხლა მე რო გიყვებით, ეხლა როგორია ხო მოსასმენად, მაგრამ თქვენ წარმოვიდგინეთ, ეხლა ის ღადარინელი ეშმაკეული რომ მოუყვებოდა ვიღაცას რა დღეში იყო და როგორ განკურნა ქრისტემ. როგორი ეფექტი ექნებოდა, ხო? და რამდენს მოაქცევდა ამ თავისი მოთხრობი და ბოლოს კიდე ის ვინიშნოთ, რომ თქვენი ამბავი არ ვიცი, მაგრამ მე ეკლესიაში ცოტა მოგვიანებით მოვედი და გარკვეულწილად მეც მჭირდა რაღაცეები. მეც განკურნებული ვარ და მეც ამას ვქადაგებ. და თქვენც იქადაგეთ, იმიტომ რომ ეკლესიაში მოსვლამდე ისე შეიძლება ამ ღადარინელივით არ ვიყავით, მაგრამ აბა დავფიქრდეთ რა მდგომარეობაში ვიყავით. და ის რომ კაცი პატივსაშიდა იყო და არა გულისხმახო და ბაძვი და პირუთნა და უგუნურთა და მიემსგავსა მათ, ერთ-ერთი იცით რა არის? ადამიანი 6 დღის განმავლობაში ჭამს, სვამს, ძინავს, მშვიდობა აქვს, მიდის, მოდის, მუშრომობს, იმას აკეთებს და ერთ დღეს რო არ დაფიქრდება იმაზე რომ უიმე, როგორ ესა კაცო? აგერ ის მოკვდა. აგერ იმას ეს მოუვიდა, იმას ის მოუვიდა, მე აგერ ვარ. და ერთს რო არ დაფიქრდება, მე-7 დღეს რო არ მოვა ეკლესიაში წირვაზე რო არ დადგება, ამაზეც არის ნათქვამი ეს. ხო და რამდენი წირვა გვაქვს გასტენილი? ანუ წირვას გულისხმობ იმას რომ წირვა მე თქვენ ხო გითხარით, განგიმარტეთ რა არის წირვა? რას წირავთ? ერთი კიდე მინდა რო კითხოთ, რომ აი გაგაჩეროთ ვინმე სად მიდიხარ, გეკითხება ხო წირვაზე. რას წირავ? რას პასუხობ? მადლიერებას. მიხვდით, აი ვიღაცას წირვა გონია რაღაცა თეატრალიზებული, აქ მიდის მამოს ესეთ შესამოსელი აქვს, აგერ ბიჭებს სტიქრები აცვიათ, რაღაცა ხალხი მოდის. აქ ჩვენ მადლიერებას ვწირავთ, საყვარელო, მთელი ეს რიტუალი არის მადლიერება. უფლისად. იმ განვლილი ცხოვრების, იმ განვლილი დღეების, იმ უსაზღრო მოწყალებისთვის უფლისადმი, რომელიც უკეთო უსჯულოებათაებრ მიაგებდე უფალო ვინმე დაუთმოს, რამოთუ შენ მიარას ხინება. აბა დაფიქრდით, ჩვენ ცოდვილები ვართ ყველა. და ღმერთმა რომ ჩვენი ცოდვების მოგვაგოთ ჩვენ, რა მოგვივა? ამის მაგივრად უფალმა ეკლესია დაგვიფუძნა დედამიწაზე. და ჩვენ შეგვიძლია, რაც არ უნდა მძიმე ცოდვა ქონდეს, შეგვიძლია მოხვიდე საყვარელო, სანამ მღვდელია. იყო დრო, როდესაც მღვდელს ვერ ნახავდი და ეხა არის. შეგვიძლია მოხვიდე, თქვა აღსარება და შენდობა მიიღო.
დიდება, სულგრძელებასა და უსაზღროსა მოწყალებასა შენსა უფალო. ამინ.